მოგესალმებით კანონიკა, მანდატ ჩამორთმეული, საქმე აღძრული და ასე შემდეგ. სამაჯურ დაჯილდოვებული ნიკა მელია არის ახლა ჩვენი სტუმარი. პრინციპში თქვენ ხართ ალბათ ერთ-ერთი მიზეზი კონგრესმენების წერილში მოხსენიებული ოპონენტების დევნა საქმეები მათ წინააღმდეგ. ამ ჩამონათვალში უდაოდ ხვდებით, ერთ-ერთი პირველი. უსმენდით ირაკლი კობახიძეს, რომ ამბობს, რომ ფაქტობრივი უზუსტობებიაო კონგრესმენის წერილში. პატევია ბატონი კობახიძე რომ არ მივიწყებს, რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. რა შეიძლება ითქვას, მე გულახდილად 8 წლის განმავლობაში, აი უკვე 8 წელიწადია, ხო, ხელისუფლებაში არ მახსოვს, არ მინდა ვიყო სუბიექტურად ვერ გავიხსენე, თქვენ თუ გაიხსენეთ, კი ბატონო, ერთი რეზონანსული საქმე, ერთი პრობლემა, ერთი საზოგადოების წიაღში წარმოშობილი პრობლემა მაგალითად, რომლის ადრესატი ყოფილა ხელისუფლება და ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი გამოსული იყოს და მათ ეთქვათ, კი, ეს არის პრობლემა. ეს არის პრობლემა და თვალი მათ გაუსწორეს რეალობას. არ არის ასეთი და როგორც ჩანს არც იქნება სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან. თავიანთი კონსტრუირებული რეალობა აქვთ, თავიანთი ყალბი რეალობა აქვთ, სადაც უნდათ, რომ ყველა ჩვენგანს გვეცხოვრა ამ ყალბ რეალობაში და მათ შორის რა თქმა უნდა უნდათ რომ ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებსაც ეცხოვა ამ ყალბ რეალობაში, მაგრამ ყავლი აუვიდა, ყველამ გაიგო. აი 20 ივნისის შემდეგ განსაკუთრებით რაც კი მოხდა ქართული ოცნების თავს და რა ძირითადი ზიანის მათ მიიღეს, იყო რა ყველა ნიღაბი რომელიც ჰქონდათ ბევრი ეს ჩამოუწვივდათ აი როგორც არ ვიცი შემოდგომაზე ფოთლების ვივა ხეს ყველა ფოთლები ყველა ნიღაბი ჩამოუწვივდა და გაშიშდა პოლიტიკურად და რეალურად წარმოჩიდნენ იმ ხელისუფლებად რომელიც ვერ დაარქვეს და ვერ უწოდებს საკუთარ თავს დემოკრატიულ ხელისუფლებას და ამას უკვე საუბრობს არა ნიკა მელია არა მაგალითად გიგი უგულავა არა დათო ბაქრაძე სხვადასხვა პარტია შალვა ნათლაშვილი ან ოპოზიციური სპექტრი სამოქალაქო ეკა გიგაური სამოქალაქო საზოგადოება ახალგაზრდები უკვე მთელი თავისუფალი სამყარო ამაზე საუბრობს და ეს არის განაჩენი ნამდვილად ახლა სიტყვით რახარუხი არ მინდა ეს დაემსგავსოს მაგრამ აი სადამდე მივა ეს ყველაფერი ხო აი სიხშირე განცხადებების გავრცელების რომელიც ნუ განცხადებაზე მეტია ჩემის აზრით არ უბრალოდ დაგმობა ამ ხელისუფლების და მოწოდება მკაფიო მითითება მოყვანილი განცხადებაში რომ დაუბრუნდით კონსტიტუციურ სივრცეს და ეს სიხშირე უკვე არის დიახაც რაღაცად უკვე ბოლო ფაზა გაფრთხილებისა კი სამკვირაში 3 წერილი იყო მაგრამ ამასაც თუ თვალს არ გაუსწორებენ ამასაც თუ თვალს არ გაუსწორებენ ჩემის აზრით ნუ იქნება უფრო მკაცრი ზომები მიღებული არ გამოვრიცხოთ რომ სანქციებამდე შეიძლება მივიდეთ მაგრამ ესეც რომ არ იყოს დიახაც საერთაშორისო საზოგადოება დღეს ხარს უჭერს ქართულ სახელმწიფოს და შესაბამისად ქართველ ერს უჭერს და გრძნობს მის ხარდაჭერას ყოველდღიურ რეჟიმში რაც ყველა მოცემულობაში დაეხმარება საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ წესწყობილებასთან ორთაბრძოლაში. დიახაც ზურგს გიმაგრებს მსგავსი განცხადებები. ამიტომაც ღელავენ წარმომადგენლები ქართული ოცნების ამათ მე ლიდერებს და პოლიტიკოსებს ვერ დავარქვევ ხალხო. ღელავენ ღელავენ რა თქმა უნდა ეს არის ღელავენ არავინ არ თქვას რომ იცით რა არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილს რა საუბრობს მთელი თავისუფალი სამყარო ხო? არ არსებობს უბრალოდ ეხლა მსოფლიოში არც ერთი მართველი, ვისაც არ აინტერესებს რას ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატების. ჯერათ რომ ის შეძლებს დაარწმუნოს საკუთარ სიმართლეში საერთაშორისო საზოგადოება. აი მაგალითისთვის კობახიძე ამბობს რომ რეაგირებას გეგმავენ. კუჭავან თქვა რომ აპირებს ბრიუსელიდან წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თქვენი აზრით ქართულ ოცნებას დარჩა რესურსი რომ გადაარწმუნოს სტრატეგიული პარტნიორები, რომ მას დარჩა რესურსი თუნდაც სამართლიანი არჩევნების ჩატარების. ქრონოლოგიურად ეს განცხადებები როდის გავრცელდა რომ გავიხსენოთ უბრალოდ შეხვედრები სპორადულად ხო იტარდება ხო ოპოზიციასა და არა მე ვამბობ საერთაშორისო დონეზე ხელისუფლებასა და ჩვენ საერთაშორისო მოკავშირეებს შორის ხო ცოტა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო თავად ბატონი კობახიძე ხო რა მცირე ხნის უკან ევროპაშიც გამართეს შეხვედრები და ამ შეხვედრების შემდეგ უფრო ძლიერდება აქცენტები წერილებში განცხადებებში ჩვენ მოკავშირეების მხრიდან ანუ ეს შეხვედრები თავდება ამით შეგვიძლია დავაკეთოთ დასკვნო უშედეგოდ და მოკავშირეები ატყობენ რომ ეს ხალხი არის რეალობას მოწყვეტილი მაგრამ მათ უკვე კაფიოდ დაინახეს რომ აი ეს ადამიანები ვინც მათთან სასაუბროდ მაგიდასთან ხდებიან ისინი არიან ოლიგარქის ადიუტანტები ისინი რა თქმა უნდა ისინი არ უყურებენ მათ უკვე როგორც ჩემის აზრით როგორც პოლიტიკოსებს და ამიტომაც ეს განცხადებები
მართა გახარიას ბევრჯერ ითქვა ამ დღეების განმავლობაში და მეც ვჯერა რომ ასეა გახარიას კი არ გამოუგზავნეს და მიწერეს ხო ივანიშვილის გასაგონად გავცელდა ეს განცხადებები გაიგებს შეისმეს არ შეისმეს და ნუ ხა თავის თავს დააბრალოს ეხა დაბრუნდება ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის მართვა დემოკრატიულ სივრცეში არავის არეპატიება სახელმწიფო ინტერესებისათვის ზურგის შეკცევა არავის არეპატიება მოქმედებაში მოყვანა მხოლოდ ტაცებლური ინტერესებისა და არავის არეპატიება როგორ გითხრათ ყველა დემოკრატიული პროცესების ჩანასახშივე მოსპობა ხო საფუძველშივეც სპობენ და ამ ყველაფრის ხარჯზე ისინი მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ ვინ ისინი რატომ მრავლობითში ივანიშვილი როგორც ოლიგარქი საკუთარ პირად გამდიდრებაზე. ანგარებითი მიზნები და ამოცანები აქვს. მიზნებით უნდა ამოძრავებდეს ივანიშვილს, მას სჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება და მეთანხმე თამაში, ხომ? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ თქვენი გეგმები, ოპოზიცია აპირებთ, რომ შეცვალოთ ეს ხელისუფლება, ივანიშვილსაც აქვს სავარაუდოდ ხელისუფლების შენარჩუნების გეგმა. პირველი გავიგეთ, რომ არჩევნები პროპორციული არ იქნება. ამ დროს რას აპირებს ოპოზიცია და რა რჩება ივანიშვილის არსენალში? აი მაგალითად ოპოზიციის ფლანგზე დაპირისპირების, გარკვეული ტიპის დაპირისპირებების პროვოცირება, ფულის დახარჯვა, თქვენი აზრით, რა ზელით ქართული ოცნებისგან რა ნაბიჯების გადადგმას? ივანიშვილის არსენალი, თქვენ ახსენეთ არსენალი მნიშვნელოვნად დაიფლითა და ასევე ის უშვებს ყველაზე პოლიტიკურად მომაკვდინებელ შეცდომას დღემდე, ამ წუთამდე, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მას მიაჩნია, რომ იგი არის დაპირისპირებაში შესული პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრთან, ან სამოქალაქო თუნდაც საზოგადოებასთან კარგით, ხომ? ან თუნდაც მედიასთან კარგით. სიმართლეში ის არის შესული დაპირისპირებაში ხალხთან. და ხალხთან შესული დაპირისპირებაში შესული ხელისუფლება ხალხთან გამოსული იყოს გამარჯვებული, მე არც უახლოეს წარსულში მახსენდება რომელიმე ასეთი და ჩვენ ქვეყანაში. და არც სხვა სახელმწიფოებში. მის არსენალში რა შეიძლება მავალმა თქვა, რა შეიძლება ჩვენმა აუდიტორიამ აახლოს ჩვენი მოსმენისას იფიქროს, ხო, ფული ხო დარჩა, მელი ახლა რაღაცა ლაპარაკობ ფული აქვს, ეხლა მელიას არ აქვს ფული, მაგრამ აქვს ფული ივანიშვილს, იცით? როდესაც ვერანაირი მილიარდერი და მილიარდები რწმენასთან, იდეასთან და ფასეულობებთან ჭიდილში, საბოლოო ჯამში გამარჯვებული ვერ გამოდის. ვერ გამოდის, იმიტომ რომ მან შეიძლება გარკვეულ ეტაპზე იყიდოს განწყობა საზოგადოებაში. არ ვიცი, მე კვლევითი ორგანიზაცია იყიდოს, შექმნას, არ ვიცი, რაღაცა გამზომველი ორგანიზაცია, რომ ან პოლიტიკოსები მოისყიდოს, ხო? მოესყიდა, მაგრამ ასევე საბოლოო ჯამში ნებას ქართველი ერისა ვერ იყიდის, ვერც ივანიშვილი და ვერც არ ვიცი, მე როგორ გითხრათ, ეხა ჯანიკო ვინმე გულია რო იყოს, ან აივენგო წულისკიერი, ან ვინმე სულეთია, ვინც არ უნდა იყოს, ხო? ან რა ვიცი მე, თქვენ რო იყოთ, მე რო ვერაფერს ვერ გავხდებოდით, მეტიც ჯერა, აი თქვენი ტელევიზიით ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები, ყველანი ერთხმად რომ ადგეთ და ერთჩვენიერ დღეს თქვათ, რომ ჩვენ ხარს უჭერთ ოლიგარქ ივანიშვილს, ქართველი ერი დაამარცხეს ოლიგარქ ივანიშვილს, იმ მათთან ერთად ვინც იქნება იმ ორბიტაზე. ჩვენი მაყურებლის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენ არავის არ უჭერთ ხარს და ვცდილობთ თქვენთვის სასურველი კითხვები დავსვათ აქ. ხარს უჭერთ, ცხადია რომ თქვენ არ ახლა პროსახალისუფლო ტელევიზია, ხო, ეს კრიტიკული მედია, ამაში შევთანხმდეთ, კი ბატონო. პროსახალისუფლო, რომელიც მაგალითად არ მინახა დავასახელო, მაინც ახლა არ ჩაგაკეთე თქვენ უხერხულობაში, ახლა გუშინ იმ ეთერის მეშვეობითაც გაკეთდა და ერთ-ერთმა პროსახელისუფლებო მედიამ საერთოდ განცხადება გაავრცელა, ანუ ნიუსი გაავრცელა, ამბავი გაავრცელა, რომ 435 კონგრესმენთაგან მხოლოდ 4 უჭერს ხარსო და ნუ მე აი ამაზე ვგულის ხო, აი ასეთი რაღაცები. მესმის. ამ 4 კონგრესმენში ვინ არიან სახელები და გვარების ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ის კონგრესმენები არიან საქართველოს ხარდამჭერთა ჯგუფის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები. კი ბატონო. ახლა აკეთებს რომ ფინანსური ხარჯებია ქვეყანას გაიზარდოს. მე მესმის ეს ყველაფერი ბატონო ნიკა და ალბათ ესმის საზოგადოების ნაწილსაც ივანიშვილსაც ესმის, მაგრამ რა ქნას რას ვიზამდი მე ივანიშვილის ადგილზე ეხლა ან ერთი უნდა გამოვიდე ეთერში და ვაღიარო და თვალი გაუსწორო რეალობას და ეს ჩემი რაღაცა კონსტრუირებული რეალობა რომელიც ვახსენე გადავაგდო მარცხნივ ან მარჯვნივ ან უნდა გავაგრძელო აი ესეთი უგერგილო შეურაცხყოფელი მათვისვე დამამცირებელი განცხადებების გაკეთება
რომ ნუ მე რა რო იქ ვიღაცა კონგრესმენი მე რა რო ვიღაცა ან დაველოდო ოპოზიციის შეცდომებს არა ნიკა მე მინდა ეს კითხვა დაგისვა მაგალითისთვის იყო 2 დღის წინ გირჩი განაწყენდა გრიგოლ ვაშაძეზე ფრაზის გამო რომელიც გრიგოლ ვაშაძემ თქვა რომ ნაციონალური მოძრაობა იყო მოკლედ მაჟორიტარულ მობილიზაციის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ასე ვთქვათ დამსახურება იყო ნაციონალური მოძრაობის აი ამდაგვარი კინკლაობები თქვენი აზრით ვის წისქვილზე ასხამს წყალს და იქნება თუ არა კიდევ ამ ასეთი ტიპის მოქმედებებზე საერთო გეგმა ჭირდება თუ არა ოპოზიციას. კი ბატონო, მაინტერესებს. ამ მოცემულობას ესეც ხო ცხადყოფს ის რაც მოხდა ხო პოლემიკა გაიმართა სოციალურ რომ ოპოზიცია არის ძირითადად გაერთიანებული ფუნდამენტური საკითხის გარშემო, როგორც არის საარჩევნო სისტემა, ხო? ან იმას ასაც ვიძახდით და მათ შორის გირჩი, მათ შორის სხვადასხვა პარტიები, ჩვენ ვართ თემატურად გაერთიანებულნი, თორემ სხვა შემთხვევაში, როდესაც ამ გამარჯვებას მოვიპოვებთ, ჩვენ გზას პოლიტიკურს დავადგებით. მაგრამ რა თქმა უნდა, უსასრულოა რომ ამ გზაზე ჯერ კიდევ დგავართ და გამარჯვება არ მოგვიპოვებია, მაქსიმალურად შევამციროთ პოლემიკის, ასე ვთქვათ, სიხშირე, შეურაცხყოფისგან, გარეშე ბოლო-ბოლო ვიკამათოთ. მაგრამ ამაში ტრაგედიას ვერ ხედავ, ეს წისქვილზე ვეღარ დაასხავს ბიზინა ივანიშვილის წყალზე. ხა გრიგოლ ვაშაძე გუში რაც იგულისხმა, მე გეტყვით, ხა მეორე მხრივ ძალიან ბევრჯერ ჟურნალისტებსაც დაუსვამთ ჩემთვის პირადად და არა მხოლოდ ჩემთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ის ერთადერთი პარტია ოპოზიციაში, ვისაც არ აწყობს პროპორციული სისტემა. ასეთი კითხვებიც ყოფილა ჩვენს მიმართ. თავიდან იყო დიახ და მეც მაგალითად და გრიგოლ ვაშაძესაც ქონია მცდელობა რომ გაგვეძლიერებია მაგალითად ჩვენი გზავნილი იმ ეჭვების გასაკაცრებად რომ ჩვენ არათუ არ გვაწყობს პროპორციული სისტემა, არამედ ბევრად ადრეც კი ვსაუბრობდით. უბრალოდ წუხვა ნამდვილად რომ სხვაგვარად გაიგო არც თუ ისე ცოტა ადამიანმა რომელსაც ძალიან დიდ პატივს ემ მათ შორის აქციის ორგანიზატორებს, ახალგაზრდებს და მათ იციან ჩვენი პოზიცია და როგორც ჩანს, ნუ ამ თხელყინულზე რასაც ქვია ერთობა ოპოზიციური ოლიგარქის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტად უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. თუმცა ვფიქრობ, რომ ზურა ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე და სხვები კვლავ ქვეყნის საკითხის გარშემო გაერთიანდებიან. ამის შემდეგ კი ბატონო, ახლავე გეუბნებით, რომ შემდეგ რა იქნება საინტერესო კითხვა. ზუსტად ეს გვინდა ჩვენ, რომ იყოს სამართლიანი, დემოკრატიული, ობიექტური საარჩევნო სისტემა და ამის შემდეგ რამდენი ხმის ხარდაჭერასაც მოიპოვებს საზოგადოებაში გირჩი, იმდენით იყო წარმოდგენილი, რამდენიცაც ჩვენ მოვიპოვებთ, ამდენით იყო წარმოდგენილი. ასე რომ დიდ ტრაგედიას ვერ ხედავ. ვინაიდან ჩვენ საქმე დაგვიმტკიცებია ნამდვილად რომ ვართ ერთობის მომხრე. თუმცა რა თქმა უნდა არ იყო სასიამოვნო და ამ ყველაფერს ხა წერტილის დაისვა რა თქმა ამაში დარწმუნებული. ამ შერიგდით, ასე ვთქვათ? იცით რა, ჩვენ ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან, ვინაიდან მართლაც არატრაფარეთულად ეხლა ისე არ მინდა გამომივიდეს ტრიბუნიდან მოსაუბრე ადამიანის სიტყვას არ მინდა დავამზადო ჩემი რაღაცა ესა თუ ის მოსაზრება და ახლა ჩვენ თვალს უსურვებთ რეალობას, ანუ საზოგადოების დაკვეთა არის, ასეთია საზოგადოების დაკვეთა, ახლა პროექტში ვამოგდით, თქვენ ატარეთ თუ 70% რო უჭერს ხარს. და კვლევას ვიწყებთ სხვა შორის თებერვალში კიდევ ერთს და Edison Research-თან ერთად და მისი შედეგები ძალიან საინტერესოა. და რატომ მარცხდება ოლიგარქი? იმიტომ კი არა მე როგორც ოპოზიციონერს და ყველა ოპოზიციონერს არ მოგწონს. იმიტომ მან დაკარგა ხარდაჭერა, ვინც ყავდათ ნორმალური მეტნაკლებად ქართულ ოცნებაში, როგორც 2012 წლის პარლამენტის მოწვევის შემადგენლობაში, როგორც მერვე მოწვევის პარლამენტში ნორმალურები იყვნენ, ანუ კომპეტენტურები, პროფესიონალები, ხო? მათ დატოვეს ის გუნდი, ქართული ოცნება. 2012-ში, ეხლა რა გუნდითაც ქართული ოცნება წარსდგა. დიახაც და ეს გუნდი ერთი და იგივე არავინ ატეჩა ბიზინა ივანიშვილის გარდა და წარმოიდგინეთ ეხლა ვინც არის ქართულ ოცნებაში ამ გუნდით რო წარსდგარიყო არჩევნებზე ბიზინა ივანიშვილი 2012 წელს მიუხედავად იმ ძიმე დაშვებული შეცდომებისა რომელსაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან ძალიან სავალალო იქნებოდა ანუ თქვენ ამბობთ რომ მხოლოდ ივანიშვილი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი მას ჭირდება გუნდი რომელიც აღარ ყავს წარმოიდგინეთ კოლბახიძეთი რუსიძეთი ჩემ ბატონო არ ვიცი ვინები არიან კიდე ეხლა დინარაძე ესენი რო ყოფილიყვნენ მთავარი პოლიტიკური სახეები 2012 წელს მე დარწმუნებით ახლავე შემიძლია გითხრათ რომ ეხლა ბევრი ამორჩეველი შეიძლება ასეთასობით ხარდაჭერაში რომელიც დააკდებოდა არ გადათარგმნილიყო
მაგრამ მნიშვნელოვანი ხმები დააკლდებოდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ იქ იყო რესპუბლიკური პარტია, იქ იყო თავისუფალი დემოკრატები, ალასანეს პარტია, იქ იყვნენ, რა ვიცი, გუბასანიკიძე, მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა და ახლა მან დაიტოვა უბრალოდ ადიუტანტები. ყველა ეს ძალა ვინც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, დღეს მის წინააღმდეგი არის. დღეს ყველა ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, მისი წინააღმდეგია, მის წინააღმდეგი სხვა ფლანგზე ივანიშვილის სხვა ფლანგზე. არა მხოლოდ ესენი არიან, რა თქმა უნდა, არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი, ანუ რესპუბლიკური პარტია თავისუფალი დემოკრატია და ხალხის გვერდით დგანან და ვინმე თუ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, დღეს არის პირველ რიგში ის ხალხი, ვინც დარჩა ბიძინა ივანიშვილის გუნდის სიახში და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, აი კოლექტიური დაჩი ბერაია რა. მე თვითონაც რა გეტყვით, ხა უყურებ ხო, ხა საინფორმაციო გამოშვებებს და ხედავ ვინ აკეთებს ქართული ოცნების სახელით განცხადებებს. ნუ კომიკური არის და კიდევ უფრო კომიკური გახდა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები, აი ამ სოფლიო პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ ოდესაც კეთდება. კიდევ უფრო კომიკურია ჩემთვის, მაპატიეთ ყოველგვარი პერსონალური მკვეთრი შეფასების გარეშე. ირაკლი კობახიძე ახლა, როდესაც იგი აფასებს არა ნიკა მელიას რაღაცა განცხადებას, ხო? არამედ აფასებს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადებას, ხო? ეხლა 8 წამოუდგენი ხა კონგრესმენს ხო 2 საათში ეცოდინება ის რასაც კობახიძე ამბობს. თუნდაც კაი დაუშვა და 4 კონგრესმენია, კარგით, 1 წუთით, ხო? ერთ სამუშაო სივრცეში არიან სხვა კონგრესმენთან ერთად და ძალიან მალე ელვისებური სისტრაფით 40 კონგრესმენი გაიგებს რა ხელისუფლება ყავს საქართველოს და როგორ რეაგირებას აძლევს ქართული ხელისუფლება და მათთვის არის რომ 92-ის წინააღმდეგ ასეც რომ დასვათ საკითხი 4 ამერიკელი კონგრესმენი და 92 საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობაში ეს მაინც სხვადასხვა პოლიტიკური ზონაა მიუხედავად იმისა რომ ვინ არიან იქ სტრატეგიული პარტნიორის კონგრესის წარმომადგენელი კონგრესმენი შენს საქართველოს ჯგუფზე მომუშავე ადამიანი ორპარტიული გეუბნება ამას არ მგონია რომ ამის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდნენ ქართულ ოცნებაში ან კუთხითაც დამენახები აუდიტორიის ზონო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა ხახნო ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრობთ ჩვენი საკითხი მიზან მიმართულად ნიკა ორბიტის შეცვლაზე არის აქ თქვენი აზრით საუბარი ყოფი ადამიანები არიან თუ გინდა თუ თქვენ დაინახოთ ხვალ ადეკვატური ირაკლი კობახიძე მან უნდა ისაუბროს სიმართლე ამ სიმართლეს ვერ საუბრობს ვერ ბედავს შესაძლებელია მას უარ კონდეს დამკვრის მაყურებელი ჩამოკიდებული რა ვიცი ბიძინა ივანიშვილის კაცი ხელი რომელიც ალბათ აურეკავს 10 წუთში და ეთქვის რომ ეს რა თქვი ხო შეიძლება მართლა თქვას ახლა არ ვიცი მე გონია რომ საღი აზრის ფარგლებში არ ჯდება რასაც ეს ხალხი საუბრობს პარტნიორები ჩვენ დავასრულოთ პარტნიორები ჩვენი სახელმწიფოს უკვე საუბრობენ არა მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისზე ეკონომიკურ კრიზისზეც და ესეც ნათელია ხო როდესაც სომხეთში კეთილდღეობა მეტია ვიდრე საქართველოში მილიარდელი ივანიშვილის ოლიგარქი მილიარდელი კაცის პირობებში ხო 200 იუნისეფის კვლევის თანახმად 230,000-ით მეტი ღარიბი ადამიანია ეხლა იუნისეფის კვლევაზე წასული პრემიერ-მინისტრი გამახსენდა ნიკა სიგარები გაიზარდა ხა ყველაფერს თავი დავანებოთ ოლიგარქი რო ყოფილიყო თუნდაც აი ესეთი მახიჯი წეწყობილების შემქმნელი ოლიგარქი და ხალხს მეტი ასე თქვა საგებელია ახლა განსხვავება სხვა ექნებოდა გასაგებია რასაც ამბობ დემოკრატიის ხარისხი არ გაზრდილიყო და მეტი შემცირებულიყო როგორც ახლა არის და საერთოდ ეხლა გეოვნებით ეხლა ჩანასახშივე ხოცავს ვიღაცები შესაძლებელია ასე არც აღშფოთებულიყვნენ იმიტომ რომ ხედავთ რომ მაგალითად მოვალეთა რეესტრში თუ დღეს არის 260,000 სუბიექტი დაყადაღებული ანუ 260,000 მოქალაქე არის ხახო დღეს დაყადაღებული ძალიან ცუდია ეს იმას კი აღნიშნავს ნაციონალურ მოძრაობის არ იყო დაყადაღებული 150,000 საქართველოს მოქალაქე იყო მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ანუ პრობლემა იყო 150,000 ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. ნიკა გასაგებია. ლიდერები ახსენეთ თქვენ. გასაგებია რომ პოლიტიკურად ეკონომიკურად თქვენ მიგაჩნიათ რომ გაუარესდა მდგომარეობა საგრძნობლად. ეკონომიკურად მაპატიეთ მილიარდელი ადამიანის პირობებში 75% ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ეხლა პენსია 2012 წელს დოლარში იყო 74 დოლარი ხო დღეს თითქოს გაიზარდა მაგრამ ინფლაცია თქვენ მეტი არგუმენტის რომ მოიყვანოთ ნიკა ეხლა თქვენ ამბობთ მოკლედ პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება არის მე რო აქ ვიყო ქართული ოცნების წარმომადგენელი აი ძალიან გამიჭირდებოდა დედასპიცა ვარ მე რო ეხლა აქ ვიყო ქართული ერთი წუთი ხო შეიძლება რაღაცა ვითამაშოთ წარმოვიდგინოთ ვითოვა ქართული ოცნების დეპუტატი მე კითხვაზე პასუხი არ მექნებოდა
და თუ კი რამეს შევძლებდი, იქნებოდა რომ ეგინებია, მაგალითად მელია, აი შემეცხა წყალი. ანუ მოიქცეოდით იგივენაირად, როგორც იქცევა ქართული ოცნება. არა, სხვა არგუმენტი არ გექნებოდა, ნუ რომ არა აქვს, ეს არ უნდათ ეხა მაინდა-მაინც შეშეცხვა და არც მოდია. რატომ იქცევიან ქართული ოცნების წევრები ასე თუნდაც თქვენ წინააღმდეგ. ეხა თქვენი ჟურნალისტი, ფორმულაც ჟურნალისტი დილით ადრე პარლამენტში რომ მივა და სამუშაო დღე რომ იწყება და რომ მიუშვეს და კითხვას რომ დაუსვეს. მელიას პასუხობს? არა, რა უნდა გიპასუხოთ, უნდა უარყოს ყველაფერი. ნიკა, თქვენ ლიდერები ახსენეთ ივანიშვილის სირგვლივ შემოკრებილი ლიდერები, რომელიც მას შემოეცალა თავისი მმართველობის სტილის და პერიოდის განმავლობაში. გამახსენდა ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, ვანო მერაბიშვილი, რომელიც 20 თებერვალს თავისუფლდება. ხომ არ იცით მისი პოლიტიკური გეგმები? ვერაფერს გეტყვით, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მე სანამ მქონდა შესაძლებლობა შევსულიყავით მომენახულებია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიმარე მატროსოვის ციხეში, მასთან მქონდა ორჯერ შეხვედრა, ბოლოს სტები შეხვდი მას 2017 წელს და მას ჩემთან საუბარში არ დაუფიქსირებია საერთოდ არანაირი კაფეო პოზიცია. მე ახლაც ვერ გეტყვით და არც ვარ მზად, უბრალოდ ინფორმაციას არ ვფლობ არანაირ. არის მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ. ინფორმაცია არ გამაჩნია, გამოვა ბატონი ვანო მე მგონი 20 თებერვალს გამოდის და თავად ისაუბრებს. ამის შესახებ ამ წუთის მდგომარეობით არანაირ ინფორმაციას დაცავთ მე არ ხოლმე ამით ნაცნობ მოძრაობა. ბოლო კითხვა მაქვს, სახალხო დამცველის ინციდენტს თუ ადევნეთ თვალყური ცოტა ხნის წინ ის იმყოფებოდა ციხეში და გაუსაჯაროვეს მას პატიმრების ვინაობა. სახალხო დამცველი ცალსახად ადანაშაულებს თეატრულუკიან საბაში და ამბობს რომ მან დაარღვია კანონი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. აბსოლუტურად კონსტიტუციის ფეხბურთში გათვლით არც ერთ ოპოზიციურ დეპუტატს არ უშვებენ უკვე მეორე თვეა მე მგონი მატროსოვის ციხეში პატიმრების მოსანახულებლად და სახალხო დამცველის ვიზიტი რომელიც არ უნდა იყოს საჯარო მან ასე გადაწყვიტა თურმე აღნიშნა რომ არ არის საჯარო და დახვდა ჩემი ინფორმაციით ამ შესახებ ლუკიანის ვენდეტა თქვენი აზრით მისი ნამდვილად რომელმაც ისაუბრა მის უწყებაში განერთებული მედია ხო არ თქვენი მედია იყო წარმოდგენილი სახელმწიფო მედია იყო წარმოდგენილი ხო ეხლა მედია სივრცეში ასევე გავრცელდა მართლა ჩემსა შოკის მომგვრელი მტკიცებულება ვიდეო მტკიცებულება ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის ძმა როგორ ექცევა პატრულის თანამშრომელს ხო და 5 წლის წინანდელი ვიდეო ფირია მართალია მაგრამ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ლევანი ზორიას ძმა რომელიც იმ დროისთვის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ხელბორკილებ დადებული ეს ადამიანი ხო იძულებული გახადეს რომ ხელბორკილები მოეხსნათ და პოლიციელები ეუბნებიან და ვიდეოფეში ჩანს რომ მე რამდენჯერ უნდა გაპატიოთო და ბოლო როგორია ფინალი აი ამ ადამიანს მისცეს ეგრეთ წოდებული ნარუშილოვკა ანუ ოპერატიული დოკუმენტი რომლის საფუძველზეც ვერავინ ვერც ერთი პოლიციელი მას ვერ გააჩერებდა და ვინ არის ამ საქმეში გარეული და ვინ თხოვდა ამ მოქმედ პატრულის თანამშრომელს რომელმაც გაასაჯაროვა ჩაიდიდა ჩემსადაც სამოქალაქო გმირობა და მუნდირი დაიცვა პოლიციელის ეს ადამიანი იყო თავდასხმის მსხვერპლი და ზეწოლის ქვეშ იყო დღეს მოქმედი საპატრულო პოლიციის თავმჯდომარის მოადგილის კახა ბუხრაძისა ის აიძულებდა რომ მომეციო ფირიო და მინდა დავწმუნდე რომ შენ ამას სახში არ წაიღებოდა ეს პოლიციის თანამშრომელი მივიდა და საჩივარი შეიტანა პოლიციაში საქმე ვითომ აგიძა და თაროზეა შემოდებული და ეს არის ადამიანი რომელიც თუ კი ვინმე ირბევა და ვინმეს არბევენ არბებს და ირბევა ამ ადამიანის მიერ აქციებზე კახა ბუხრაძე რომელიც ამავე დროს იყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი და გახსოვთ ის სკანდალი ის იყო შემოქმედი მაშინ აი პასუხი მაგალითად უკვე მტკიცებულებით ნათელი ილუსტრაცია თუ როგორ ეპყრობა პოლიციის მუნდირს ბეძინა ივანიშვილის არის ოლიგარქატი რა იმიტომ რომ მსახურებაში არიან ერთი ადამიანის მე ბედნიერი ვიქნებოდი რომ მესაუბრა არა ასე კრიტიკული ასე ვთქვათ ტონით არამედ ცოტა სხვა ტონითაც მესაუბრა ხელისუფლების მიმართ და იძულებული მაინც ყოფილიყავი რომ თვალი რეალობისთვის გამესწორებია და მე თქვა რომ კი ამ ნაწილში ხელისუფლება რაც მართალია არის ძალიან მონდომებული მაგრამ არ არსებობს ასეთი უბანი ასეთი სფერო ასეთი მიმართულება შესაბამისად ეს ხელისუფლება ადგას ხალხის სამსახურში დგას არ ვიცი მე ირაკლი კობახიძის სამსახურში რომელსაც მე პირადად ჯერ არავის ახლა თავს არ ვახვი და არც თქვენ ამ ადამიანს არ აქვს მხოლოდ დეპუტატის ხელფასი ეს ადამიანი ფინანსდება ცალკე ბიძინა ივანიშვილის ბიუჯეტით
თაროდან ანუ რაღაც უჯრედი და ფინანსები რა დუღირს ეხა ამ ადამიანს ეხა აი რა დუღირს ახალგაზრდა თქვენ საუბრობთ ადამიანს ქართული ოცნების შავფულზე, რომელსაც თქვენი აზრით იღებენ დეპარტამენტის ლიდერები? უფროსები ბაბთა ვასრულებ თუ შეიძლება დეპარტამენტის პოლიციის უფროსები სამმართველოს უფროსები დარწმუნებული ვარ ისინი არიან სხვა წყაროდან დაფინანსებულები და ამიტომაც უღირთ ჩიტივთ გონათ ნუ არის კატეგორია ეხა მათ შორის პარლამენტში ვისაც თავისი ბიზნესი აქვს ხო მაგრამ ისინი არ არიან პოლიტიკურად აქტიურები არ არიან სპიკერები ეხა ხშირად ეხა ვიტალი ხაზარაძე ნამდვილად იყო ჩემი ბავშვი ვიყავი მაგრამ ნუ ძალიან უხერხო მდგომარეობაში იყო ეხა რა ვიცი მთელი ქვეყანა მასზე საუბრობდა ამ გადმოსახედიდან ვიტალი ხაზარაძე დაწუნებულად ფიქრობს რომ ცოტა სხვანაირად რომ მოქცეულიყავი კარგი იქნებოდა ჩემთვისაც და ქვეყნისთვისაც და გავა წლები და ირაკლი კობახიძე ამ რა ვთქვი ჩანაწერებს მისი კომენტარების ხომ მოისმენს არ ვიცი YouTube იქნება სხვა პლატფორმაზე ატვირთული იქნება დიდი მადლობა დაველოდოთ ამ წლების გასვლასაც ალბათ მოვეცრებით პოლიტიკურ ლიდერებს რომ კიდევ კითხვები დაგისვათ კი ბატონო საინტერესოა აი რა შოთაძეს მე პირადად გენპროკურორობა კი აღარ მიკვირს შოთაძეს პროფესორობა გამიკვირდა შოთაძე ირაკლი ყოფილა გპ-ის პროფესორი, ამ ტექნიკურ უნივერსიტეტის პროფესორი ყოფილა. მისი კვალი არის წარდგენილი აქ. და იყო შოკის მომგვრელი. მარტო გეუბნები. რატომ არ ელოდით? იყო ნუ ახლა გონია რომ მისი გონებრივი შესაძლებლობები არ იძლევა შესაძლებლობას არ უნდა იძლეოდეს ნორმალურ ქვეყანაში რომ გახდე პროფესორი, თუნდაც ასოცირებული ხახდო. და ლექციებს კითხულობდე პროფესორი და ირაკლი ხოლო და ამის ამათი გაქვთ თქვენ კითხვები ირაკლის ნაგირი და ძროხა ხახნო რა უხერხულობაა და მე სხვა პროფესორები დგებიან და აი ჩვენი კოლეგა პროფესორი ძალიან მოწესრიგებული ძალიან კვალიფიციური ადამიანი არის და გპ-ის ამ ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით გვინდა წარმოადგინოთ მისი კანდიდატურა გენერალური პროკურორის თანამდებობაზეო სირცხვილია და თავის მოჭრა დიდი მადლობა ნიკა თქვენ უსმენთ ნიკა მელიას რომელმაც ყველაფერზე ისაუბრა ფაქტობრივად და გაგვაცნო მისი შეხედულებები ბოლო დროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე.